თვითონ სქესობრივი განათლება ძალიან გაიზარდა შინაარსობრივი თვალსაზრისით. კონკრეტულად რა საკითხებშია მნიშვნელოვანი ადამიანის ფიზიკური და მენტალური კეთილდღეობისთვის აი ესეთი ინფორმაციის მიღება და რას ვგულისხმობთ ესეთ ინფორმაციაში? სქესობრივ განათლებაში დღეს უკვე იგულისხმება სხეულის ანატომია, გარდატეხის ასაკი და გარდატეხის ასაკთან დაკავშირებული ფსიქოემოციური თავისებურებები, ორსულობა, მშობიარობა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები. ემოციის ამოცნობა,ხვისი ემოციის გააზრება, ემპათიის განვითარება, ჩემი სხეულის მიღება, მათ შორის მოზარდობის ასაკი ძალიან ემოციური არის და ძალიან გრძნობიარე ამ თვალსაზრისით, ხო? სტრესთან, ფოთვასთან გამკლავების გზებზე საუბარი. ამას ემატება უკვე სოციალური ურთიერთობები, სიყვარული რა არის, მეგობრობა რა არის, რა ღირებულებებზე უნდა ვიდგე მე, როდის იქმნება ოჯახი, აი რას უნდა ვგრძნობდე მე რომ ვიფიქრო უკვე ოჯახის შექმნა. როგორია ჩემი როგორც ქალის როლი ჩემივე საზოგადოებაში. პარტნიორის თუ ჩემი მეუღლის როლი რა უნდა იყოს, სად უნდა იკვეთებოდეს ეს ერთად გაზრდა შვილის რას ნიშნავს. აი ამ ყველაფერს მოიცავს სქესობრივი განათლება და მე მგონი, გვანცა ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ასევე იმაზე, რომ თვითონ სახელშია პრობლემა და ჩვენ შეგვიძლია ეს დავთმოთ მარტივად. დავთმოთ, სხვა რამე დავარქვათ.